2025 წლის ივნისში ათონის მართლმადიდებლურ მიწაზე, სადაც ქალს არასდროს დაუდგამს ფეხი, საიდუმლოდ ჩადის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გენიალური რეჟისორი მელ გიბსონი. სამ დღეს ის ატარებს სრულ სიჩუმეში, სერბულ მონასტერში კილენდარი. ის გამოფიტულია და ღამღამობით ლოცულობს უძველესი სასწაულმოქმედი ხატების წინ. დაბრუნებისას გიბსონმა წარმოთქვა ფრაზა, რომელიც პრესას შოკს მოჰკვრის. არასდროს სამყაროში არ მიგრძნია ისეთი ძლიერი კავშირი ღმერთთან, როგორც აქ. რატომ გადაწყვიტა ყველაფრის მიტოვება და მართლმადიდებელ ბერებთან თავის შეფარება გულმხურვალე კათოლიკემ, რომელმაც ააშენა საკუთარი დახურული ტაძარი მალიბუ და ვატიკანს ეშმაკის ბუნაკს უწოდებს და რატომ უარყო მან სრულად დასავლური კანონები თავისი ახალი მეგაპროექტისთვის ქრისტეს უნებანი 2 აღდგომა და მიმართა უძველეს აღმოსავლურ მისტიკას, კონკრეტულად რა დაინახა მან ათონის ხატებზე. ჰოლივუდი ამის დამალვა შეეცადა. იმის გასაგებად თუ რატომ გაფრინდა გიბსონი ათონზე, მის თავში უნდა ჩავიხედოთ. მთელი მსოფლიო იცნობს მას როგორც ოსკაროსან მსახიობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი ტრადიციონალისტი კათოლიკეების წარმომადგენელია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ვატიკანმა გადაუხვია ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზას. მისი მამა ჰატან გიბსონი ხისტი ღვთისმეტყველია, რომელიც ჩვილს სრულ სიმკაცრეში ზრდიდა. მელ გიბსონისთვის 1960-იან წლებში ვატიკანის კარების ლიბერალური რეფორმები ღმერთის ღალატია. კალიფორნიაში მალიბუს მთებში მაღალი ღობის მიღმა გიბსონს აქვს საკუთარი დახურული ეკლესია. მის აშენებაზე მსახიობმა 40 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. იქ მსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზეა. ქალებს უნდა ეცვათ გრძელი კაბები და სახე დაიფარონ. უცხო ადამიანებს იქ სვლა ეკრძალებათ, მხოლოდ 70 კაცია დაშვებული. გიბსონს ღიად ზულს თანამედროვე ჰოლივუდი და მისი ფასეულობები, მატერიალურის და მომხმარებლობის პროპაგანდა, მაგრამ მისი რწმენა უბრალოდ ფანატიზმი არ არის, ესაა მისთვის შინაგანი პრობლემებისგან გადარჩენის საშუალება. საქმე ის არის, რომ მელ გიბსონი 35 წლის ასაკში, როდესაც დიდების მწვერვალზე იყო და უამრავი ფული ჰქონდა, იყო ალკოჰოლიკი და ნარკომანი და თავის მოკლაზე ფიქრობდა. ერთხელ ჯვრის წინ მუხლებზე დაეცა, რამაც იხსნა შინაგანი დემონებისგან. ის გადარჩა და ამ გადარჩენას ნამდვილი სასწაული უწოდა. მან საკუთარ თავში ღრმად ჩაიხედა. ბევრ რამეს მიხვდა და გადაწყვიტა ეს ჭეშმარიტება და ნამდვილი გადარჩენა კაცობრიობის ყურამდე მიეტანა. მაგრამ რატომ დატოვა მან თავისი ლათინური ციხესიმაგრე და გაემგზავრა საბერძნეთში აღმოსავლელ ბერებთან? წმინდა ათონის მთაზე რომ გაჩერდა 1000 წლის წინ, ბერებს აგზინავთ მხოლოდ 4 საათი. არ ჭამენ ხორცს და ცხოვრობენ ბიზანტიის დროით. დღეები იწყება დაისის დროს, ქალებს აქ არ უშვებენ, კაცებს კი მკაცრად არჩევენ. ჰოლივუდის ვარსკვლავები, ოლიგარქები და მოქმედი მონარქები ამ ადგილისთვის არავინაა. მაგრამ სერბული თემი საიდუმლოდ უშვებს საშს გიბსონისთვის. 2025 წლის 27 ივნისს ის ჩადის კილენდარში. რატომ? ახლოვდება ვიდოვდანი, კოსოვოს ბრძოლასთან დაკავშირებული წმინდა დღე, როდესაც სერბმა თავადმა ლაზარემ შეგნებულად აირჩია სიკვდილი და ცათა სასუფეველი მიწიერი დიდების და მტრების მორჩილების სანაცვლოდ. ამერიკელი გიბსონისთვის, რომლის საუკეთესო ფილმების ეფუძნება მსხვერპლშეწირვის და სიმტკიცის იდეებს, ეს იყო ნამდვილი კულტურული შოკი. ბერები იხსენებენ, მელი ჩამოვიდა არა როგორც ვარსკვლავი, არამედ როგორც სინანულში ჩავარდნილი ცოდვილი. ის მორჩილად იდგა ღამის მსახურებაზე, რომლებიც დილამდე გრძელდებოდა, ჭამდა ჩვეულებრივ ოსპის და ითხოვდა დაალოცვას წმინდა წყლით. მის წინაშე გახსნეს განძი, რომელსაც ჩვეულებრივ ტურისტებს არავინ აჩვენებს. იმ ჯვრის ფრაგმენტები, რომელზეც ქრისტე აწვეს და ბროლის ჯვარი ქრისტეს სისხლის წვეთებით. მსახიობი საათობით იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ის ეძებდა იმას, რაც მისი აზრით ვატიკანმა დაკარგა ქრისტიანობის პირველი 1000 წლეულის პირველ ქმნილ ურყვნელ მისტიკას. დაი უახლოვდებით მთავარ საიდუმლოს. ათონი მელ გიბსონს სჭირდებოდა მთელი ცხოვრების საქმის დასასრულებლად, ფილმისთვის ქრისტეს უნებანი 2 აღდგომისთვის, რომელიც ეკრანებზე გამოვა 2027 წლის გაზაფხულზე. ბიუჯეტი უზარმაზარია 250 მილიონი დოლარი. პირველმა ფილმმა აჩვენა ქრისტეს 12 საათიანი ტანჯვა დედამიწაზე. მეორე ფილმში ვნახავთ 3 დღეს, როდესაც იესოს სხეული კუბოშია. აქ გიბსონი ახდენს კინემატოგრაფიულ რელიგიურ რევოლუციას. ის სრულად ამბობს უარს ამ მოვლენის კათოლიკე
კათოლიკურ ინტერპრეტაციაზე. კათოლიციზმში ჯოჯოხეთში ჩასვლა ესაა მშვიდობიანი, ფაქტობრივად იურიდიული პროცესი. ქრისტე უბრალოდ ეშვება ჯოჯოხეთის მშვიდ შესასვლელთან და გამოყავს მართალნი. მაგრამ მართლმადიდებლურ თეოლოგიასა და ათონის ფრესკებზე ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლა ტოტალური, სასტიკი, უკომპრომისო ომია. ესაა ჯოჯოხეთის შტურმი. ქრისტე ანგრევს ჯოჯოხეთის კარს ღვთიური სინათლის აფეთქებით. სატანა დამარცხებულია. სწორედ ეს კონცეფტი იქცა გიბსონის პირად მანიფესტად, რისი მიღწევა უნდა მას. მელ გიბსონს საშინლად აშფოთებს თანამედროვე სამყარო. ის ხედავს, როგორ რომანტიკულ საბურველში ახვევენ ბოროტებას მასობრივი კულტურა და ჰოლივუდი წლების განმავლობაში. ეშმაკს თანამედროვე ფილმებსა და სერიალებში წარმოადგენენ როგორც მიმზიდველ, ქარიზმატულ ამბოხებულს, რომელსაც ადამიანმა უბრალოდ ვერ გაუგეს, ხოლო ცოდვას როგორც გასართობ არჩევანს. გიბსონმა თავის ცხოვრების გზით და საკუთარ ტყავზე გამოსცადა და გააცნობიერა, რომ ბოროტება არსებობს. მან ბევრი რამ გაიგო და უნდა რომ ეს სათქმელი კაცობრიობამდე მიიტანოს. და მთავარია, რომ ბოროტებასთან კომპრომისი არ არსებობს, როგორც არ უნდა გინდოდეს. ასეთია სამყაროს წესები. გიბსონს სიბნელისთვის ნიღბის მოხსნა და ამ საშინელების მთელი სიღრმის ჩვენება უნდა. ეს იქნება ცივი შხაპი. თავისი ფილმით მას სურს მაყურებელს დაანახოს ქვესკნელის პირველქმნილი სიშავე და სიბნელის სიმახინჯე. მის ფილმში ჯოჯოხეთი მეტაფორა არ არის, არამედ სურეალისტური კოშმარია. დემონები არიან გროტესკული ურჩხულები. გიბსონი განგაშის ზარს რეკავს. ბოროტება არსებობს, ის რეალურია და პირდაპირ ამ მომენტში ეწევა სასტიკ და უხილავ ბრძოლას. მას სურს აჩვენოს მსოფლიო პლანეტარიული მასშტაბები. ქრისტეს გმირობა ეს არის პლასტმასის და მშვიდობიანი ჩასვლა ჯოჯოხეთში. კაცობრიობის გადარჩენა. ეს არ არის ლამაზი იგავი, ეს იყო სამყაროს ისტორიაში უდიდესი ბრძოლა. იესო ჩავიდა პირდაპირ მტრის ბუნაგში, სიბნელის ეპიცენტრში, იმისთვის რომ ადამიანების სიკვდილისთვის ხელიდან გამოეგლიჯა. გამარჯვების ფასი იყო კოსმოსური მასშტაბის. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა გიბსონს ათონი. მას სჭირდებოდა მართლმადიდებელი სირაფიმე ბითხარების მუსიკა, რომელიც ქრისტეს არამეულ ენაზე სრულდება. სხვათა შორის ბითხარები საქართველოშიც ცხოვრობს. გიბსონს სჭირდებოდა უძველესი აზრები და მნიშვნელობები იმისთვის, რომ დაუბრუნოს კაცობრიობას ღმერთის შიში და ამის გაცნობიერებისგან აიძულოს მაყურებელი კინოთეატრში პირი დააღოს, დაფიქრდეს ვის მხარეს არის ამ უკომპრომისო ომში. ათონზე სამდღიანი ყოფნის შემდეგ გიბსონი წავიდა დუმარე და გასყივოსნებული. იქ მან ნახა ადრეული ქრისტიანობის პირველქმნილი ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება ჩადო მან ფილმში. რა თქმა უნდა, ჰოლივუდი ახლაც ჯუმადაა. წარსულში არც ერთმა მსხვილმა სტუდიამ არ მისცა მელ გიბსონს ცენტიც კი ფილმის პირველი ნაწილის გადასაღებად. მისი და ჯიმ კევიზელის წინააღმდეგ პრესაში ნამდვილი ომი გაჩაღდა. მათ რადიკალიზმში ადანაშაულებდნენ და ახლაც პერიოდულად გაუქმების კულტურით ემუქრებიან. ახალგაზრდა მსახიობებზე ხშირად არასაჯარო ზეწოლაა, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. ამის გამო მელი მსახიობებს ევროპაში იყვანს. ჰოლივუდი ცდილობს დახუროს ფილმის წვდომა კინოთეატრებსა და სტრიმინგულ პლატფორმებზე. მიზეზი კი ისაა, რომ მელ გიბსონს უნდა თავისი ფილმით უარი ათქმევინოს მაყურებელს იმაზე, რასაც წლობით აჭმევს მათ ჰოლივუდი. ფულის კულტზე, მატერიალიზმზე და ბუნდოვან ღირებულებებზე. ეს ფუნდამენტური იდეოლოგიური დარტყმაა მათ შორის მოგებაზე. ეს ქმნის ალტერნატივას, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს კულტურაში მთავარი ქრისტიანული აზრების დაბრუნება. განსაკუთრებით კი დღეს, ახალი ტექნოლოგიური ცხოვრების პირობებში, რომელიც კაცობრიობას ძალიან აშინებს და ამ სიმართლისთვის ათონელი პერების ზალით შთაგონებულმა ის მზადაა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. შეძლებს თუ არა ამბოხებული კათოლიკე, რომელიც აღიჭურო ათონის მართლმადიდებლური მისტიკით, გაიმარჯვოს უსულო ჰოლივუდზე 2027 წელს. ამას ძალიან მალე ვნახავთ.